როგორც ხედავთ, ძალიან რბილად გამოიყურება. ხო და ვნახოთ, ჯერ ცოტა კიდევ უნდა. ეს არის ქათმის ფილე, რომელიც ქონდა არაჟანში, მარილში და ცხარე წიწაკაში დაბასტურმებული. ოდნავ იმას ქნა. თითქოს გადამხმარია, მაგრამ რაღაცა თვად არ ამგონია, აბა გავსინჯოთ. წვადია. ჩვეულებრივი ხეთმის წვადი. ძალიან ეს რომ ყოფილიყო ცოტა ადრე გამოღებული, თუნდაც 3-4 წუთით ადრე, ახლა ოდნავ ზური გამომშრალია. ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა მეტი დროით დავტოვე, იმიტომ რომ საქმე მქონდა და ვერ მოვასწარი. თუ არის თქვენც ხედავთ ხო? მშვიდობის. წავიდეთ სამსახურში. დღეს მორიგე ვარ და 9:30-ზე უნდა ვიყო სამსახურში. ამიტომაც მიწევს ადრე გასვლა. დღეს ტრადიციულად მამას მოყავს კოპარ. ტრადიციულად კობას მოყავს ბავშვი. მე კობა ხო ძალიან ადრე ვუყავდები. ახლა და კიდევ კარგი დღევანდელ დღეს ბავშვი რო არ ყავს ნახე. მე ახალ და მეცუდა. ძალიან ვერ გალობასებული. მე მშვიდობ. ახლა რომ მივდივარ სამსახურში მოდიოდა ბაბუნეტა ჩანს. აი ვიგდას. აი შეჭი პედატუნა ნაბიჯებით. რა გამახსენდა იცით რომ საბერძნეთში ყველა ნაბიჯზე არის კაფე. აი ასაკიანები რო შედიან და ახალგაზრდები იქ მაგრამ აი ასაკიანებისთვის რო არის განკუთვნილი შედიან ხალხო ერთ ჭიქა ყავაზეს ხედავთ 1 საათი 2 საათი 3 საათი არავინ არ ეტყვის რომ ადექით რითო დალიეთ ყავა საუბრობენ ვიცინიან აი იმდენად მინდა რომ იყოს ჩვენთანაც ეს ყველაფერი რომ ის რომ უკვე ასაკში ვარ დამთავრდა ჩემი ცხოვრება და ვაი და ყავის და სალევათაც კი რაღაცა დისკომფორტი აქვს ასაკიან ადამიანებს რომ ბევრი ახალგაზრდა მე იქ რა მინდა არა ანუ არ აქვს ეს მომენტი იმიტომ რომ სულ ერთად არიან სამეგობრო ერთად იკრიბება ამ ყავის იმაში აი როგორ მინდა რომ მსგავსი დაწესებულებები არსებობდეს საქართველოში და თან ხალხი ყველა ქუჩას და ყველა ნაბიჯზეა იქ კაფეები და ის საყვალას ხედავ ხოლმე რომ გავივლდი ის ფენჯიდან გავხედავდეთ აი უსაყვარლესები არ ვიცი ოდეს მე იქნება თუ არა ჩვენთან მაგრამ მოსახულება იმიტოა შეშფოთებული ხალხო რომ გათენებული არ არის ახლა შუქთავთ გავარ მაგრამ ისი არ არის გათენებული ჯერჯერობით ჯერ ძალიან ადრეა უნდა შევიაროთ სპარში მარიკოს საჩუქრის შესაფუთი ცელოფანი ვყიდოთ სასაჩუქრე იმიტომ რომ აგერ მაქვს მისი საჩუქარი და უნდა ვუყიდო რომ ბარემ მივუტანო იმიტომ რომ მე ძალიან მალე აქვს ზეიმი და ერთად მოვდივართ ხოლმე ხო და რაც უნდოდა ჩემ გოგოს უყიდა დედიკო და გადასცეთ თოვლის ძალიან არ მომწონს ის ფაქტი მშობლები რომ ეუბნებიან ხოლმე რომ რა თოვლის პაპა მე გიყიდე შვილო ანუ არა მას ხო ჯერა რატო სამწუხაროდ მარიკომ დამინახა ეს ფაქტი ყიდვის ხო და ანუ მაინც ჩუმად წამოვიღე იქ არც მithქვამს რომ ვიყიდე ისე ვიყიდე რომ თითქოს ვერ უნდა დაენახა მაგრამ გადავაკეთეთ ეს ამბავი რომ
თოვლის პაპა მოვა და წაიღებს, ანუ ასე იცით, და რო ვეღარ ნახა სახში, ვაიმე წაუღია ჩემთვის აჩუქარი და ხოლმე თქვი თუ სამწუხარო დაინახა, ვერ გაიაზრა რაღაც ეს ყველაფერი, მაგრამ ის ამბავი რომ თოვლის პაპამ წაიღო და უნდა მოუტანოს, გამბავი გვაქვს. სამწუხაროდ ნახატებით არ გქონდათ, ამიტომ მთლიანი ვიყიდე ერთ ფერში, სხვა გზა არა მაქვს, იმიტომ რომ ხავერსად ვეღარ გავივლი ვერანაირად. ესე რომ მომივალ ჩაუდებ ჩემს ქალბატონს. ესე იგი ხალხო დედას გეფიცებით. ისეთ სივა არა, მაგრამ გადაცივა ხო და გუზამთრდა შემთხვევით. ერთ-ერთი რაც არ მინდა არის ის, რომ დაიდოს თოვლი და მოიყინოს გზა. ჩემთან არის ესეთი ადგილი, ჩემს სახლთან არა, მაგრამ სხვაგან. ძალიან ცუდი გადმოსასვლელია გზაზე, ანუ ჩასახვევია და ის უხვევენ რა. ხო და ხშირ შემთხვევაში, როცა მოთოვს ხოლმე, რა გჭირს ფარდა, ეგ ადგილი იყინება და შანსი არ არის, მანდ ვერ გადმოდის მარშრუტკაზე. აჩერებენ ხოლმე მუშაობას რა, რამდენიმე დღე და ის რამდენიმე დღე მიწევს ხოლმე ბავშვი თამყინოში ჩახოხიალება. ხო და ის არის ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, იმიტომ რომ ვერ ჩავდივარ მარტო. ჩავყავართ მე და ბავშვი კობას ცოტა სხვა გზით, სადაც ძალიან დაღმართია, კატასტროფა დედას გეფიცებით. ხო და იმედი მაქვს, რომ მაგრამ ერთი მოყინო, ალბათ კი მოყინოს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი თქვენი კომპლიმენტებისათვის ლამაზთვალებთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა ხალხო, თავად ხართ ძალიან ლამაზები და ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურებთ თითოეულ თქვენგანს. რაც შეეხება იმ ვიღაც ავსულს, რომელსაც ბლოკავდა, რა ვიცი, მილიონი აკაუნტს აქვს ალბათ. რაც შეეხება მას, მე რომელიც Facebook-ზე დავდე ვიდეო, იქ მიბმულია ფოტო, უბრალოდ YouTube-ისთვის სხვანაირ მიმართვა ჩავწერე, ანუ სხვა ფორმატით. და იქ ფოტო ეტყობა დამავიწყდა, რომ მიმება და გენახათ, თორე რა თქმა უნდა გავასაჯაროვე. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ რაღაცები მოკლედ ფაქტია მართლა ისეთი არასასიამოვნო. რაც შეეხება მოდერის აყვანას, რამდენჯერმე შემომთავაზა უსაყვარლესმა გოგონამ, უბრალოდ ამ ეტაპზე თავად უძღვები, ასე ვთქვათ და ამიტომ არ მინდა სხვა დავღალო ამ ყველაფრით, თუმცა ვატყობ, რომ ნელ-ნელა მჭირდება, იმიტომ რომ ფიზიკურად, ანუ ყველა იმას ვერ ვასწრებ, არ მაქვს ამისი დრო და ალბათ მომიწევს და მადლობა შემოთავაზებისათვის. მოკლედ ესეთი ამბებია ამ ღაბაბმა, შოკი. დღეს წამოღებული მაქვს ქათმის ფილე გრილში მომზადებული და კიტრი. ჩემი ანალიზის პასუხები გადავუგზავნე ჩემთვის ძალიან საიმედო ადამიანს, რომელმაც აჩვენა ასევე ძალიან საიმედო ადამიანს და უკეთ ჩამიგდო მონაწერი, რომ ის რეზიდენტობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად ძალიან გამიმწვავდა, მე რომ რაღაც ისე მეგონა არა არის და არის მისახედი, ამიტომ ხა ველოდები შესრულდეს 10:30 დავრეკო, უნდა ჩავეწერო პარასკევს, იმიტომ რომ შაბათს დღეს მინდოდა დილით ჩაწერა და შვებულებაში ყოფილა ექიმი, ჩემს მკურნალ ექიმს ვესაუბრე და 15 ლარი ღირს ვიზიტი თუ მიმართვას მომცემს და მითხრა რომ ონლაინ გავაკეთოთო სატელეფონო, იმიტომ რომ იქ აღარ ვიდგე მილიონი წელი რიგში. იმიტომ რომ შეიძლება ვერ მომიწევს მთელი დღე შესვლა, ამიტომ რადგან
ესეთი ამბავია, მოკლედ. პირველი ეტაპი არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა დავიწყო კვების შეცვლა, ეს არის გადაუდებელი სასწრაფოდ დასაწყები. უნდა შევცვალო კვება, პირველ რიგში თეთრი პურფუნთუშეული უნდა ამოვიღო, რომ ჩადგეს ნორმაში ჩემი ინსულინის ამბები და არ გადავიდეს ძალიან მოკლედ ახლაც დიაბეტი ითვლება, მაგრამ ახლა კიდე მოვერევით. ხვდებით, მოსარევი ამბავია და ამიტომ ძალიან შემეშინდა სიმართლე რომ გითხრათ, აი ამის ყოველთვის მეშინოდა რაღაცნაირად, აი ძალიან მეშინოდა მთელი გულით. ყოველთვის შინაგანად, რატომღაც აი ეს შფოთვა მქონდა ხოლმე და იმედი მაქვს, რომ მკურნალობით და იმით ჩავაყენებთ თავის კალაპოტში. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ალბათ ეს გამოიწვია რაღაცა აი რომ მოვიმა დავიკელი, მაშინ არანაირი ის არ მქონდა, მერე მოვიმა აი ამ ყველაფერმა რაღაცები არია და დარია ხო და აუცილებელია მოკლედ ამ ყველაფრის მოგვარება. ხოლების წამალი ხალხური, ასე ვთქვათ, უნდა დავამზადო დღეს თუ არ დამეზარა, არ ვიცი, ალბათ ხვალ დავამზადებ. რომელიც კეთდება ხახვით, კარტოფილით და თაფლით და რომელიც არის ბევრ წამაზე უებარიო, ხო და ეგეც უნდა ვსინჯო, თორე აი აქ მაწვება რაღაცა ლოდივით და ვიხრჩობი. ასე რომ ნახოთ. როგორ ასიზავს. ცოტა ძარი. ხო და ბერძნული იოგურტი უნდა ვიყიდო კიდევ, რომელიც ფაქტობრივად ანაცვლებს მაიონეზს და соусია და ჩაანაცვლებს სალათებისთვის და რაღაცებისათვის. ხო, სახანის რაც შეეხება გოგოებო ეგრეთ წოდებულს, რაც ვიყიდით და გაჩვენეთ და მომწერთ, რომ არ არის ჯანმრთელობისათვის კარგი, ვერ გეტყვით და რატო? იმიტომ რომ ამას ექიმებიც ნიშნავენ და ასევე ნიშნავენ ბავშვებშიც. იმიტომ ჩემი ახლობელი ძალიან აქტიურად იყენებდა ბავშვთან, ოღონდ იმას სხვა სახელი ერქვა. მეორე რო არის კიდე მოკლედ არ მახსოვს. მაგრამ ანუ ხო ხვდებით რას ვიძახი რა. ამიტომ არ ვიცი. თუმცა ჩემს ექიმსაც ვკითხავ, მაგრამ ანუ ვიცი რომ ამას იყენებენ. რავი რა გითხრათ. ჩემი აზრით ჩვეულებრივ შაქარზე ნაკლებად მავნებელი გონია ვიდრე შაქარი. მოდი მე და თქვენ დავლიოთ ყავა. მე და თქვენ ანუ თუ ახლა ყავას მიირთმევთ და თუ არ მიირთმევთ, მე დავლევ და მომისმინეთ რამე იქნებ საინტერესო თქვა. უკეთ მარიკოს წიწიბურა გავუკეთე, იმიტომ რომ ჩემთვისაც გავიკეთე, ხვალ სამსახურში მიმაქვს, მაგრამ უნდა ვნახო, შეიძლება ხვალ წიწიბურას დღეც გქონდეს და არც წავიღო, მაგრამ ხო აი არ ვიცი, შუა დღეს არ იქნება წიწიბურა და მაინც მომიწევს ანუ წაღება. წიწიბურა სამხარი. ხო და მივირთმევი კაც მშვენივრად. კიდე დიკო. გავუკეთე. სუნია ფანტასტიკური. მოკლედ. გუშინდელ ვიდეოში ვერ მოვასწარი კი არა და დამავიწყდა ევროვიზიაზე მეთქვა 1-5 სიტყვა, ხო და სიხარულით ვიტყოდი და ვამბობ და ბევრჯერ ვთქვი დღის მანძილზე, რომ ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ძალიან კარგად წარსდგა ჩვენი ქვეყანა ამ უზარმაზარი რაღაცა ვეშაპის წინააღმდეგ, რაც არის ევროვიზია და ევროვიზია თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არის პოლიტიზირებული და ამას მსოფლიო აღიარებს და ახლა ეს ჩემგან ახალი ამბავი არ არის.
ასევე მიხარია ის, რომ ძალიან ორგანიზებული იყო, ძალიან კარგი წამყვანებით, აი წამყვანებზე ვარ გადარეული, იმდენად მომეწონა, იმდენად თავისუფლად იყო, ან ძალიან მომეწონა. მომეწონა აი ყველაფერი რაღაცა ძალიან სწორად გაწერილი და აი მართლა ხელები ამიწევია, ძალიან მომეწონა და მე რატომაც ციებს ასე არ ვიცი. რაც შეეხება ჩვენს ანიტას, რომელიც არის უდაოდ ზენიჭიერი, ანუ აი სასწაულად ნიჭიერი ბავშვია. მე თუ მკითხავთ ახლა ისევ ჩვენ ქვეყანას უნდა გაემარჯვა ევროვიზიაზე. ეს ჩემ ძმისშვილ ანიტაზე საუბრობს, ხო და? დედიკო როგორ არ მახსოვს. თუმცა უნდა შეგვეძლოს რაღაცად ღირსეულად მივიღოთ რაღაცები, მათ შორის ჯანმრთელობა ტიტულის დათმობაც, იმიტომ რომ არ არის ხალხო მარტივი, არც მეუღლეში შესვლა, არც მეორე ადგილი, არც მეოთხე ადგილი. კიდევ ერთხელ მეორე პოლიტიზირებულია ძალიან ჩვენი ევროვიზია. აქედან გამომდინარე, აი სამდე ამაყივარ იმით, რომ სუნი აქ მართლა უდაოდ ძალიან. მოდი დედიკო, აქ დაბძანდი და მიირთვი რა. რატო შვები სულ ასე, დედა? მოდი დაჭექი ჩემო სიცოცხლე. კაი დედიკო თავს. ძალიან კარგი სიმღერა იყო, ვფიქრობ შერჩეული, საკმაოდ ძლიერი და ამაზე ბევრად ძლიერსაც შეძლებდა ანიტა, იმიტომ რომ ნუ მისი ნიჭი მე მგონია რომ არის ფენომენალური და ნუ ხო ალბათ დააკლდა ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. რა დედიკო? სწრაფად რა ცოტა გთხოვდე რა ყავა გამიცით. თუმცა რომელმა ქვეყანამაც გაიმარჯვა, ბავშვმა გაიმარჯვა, ვფიქრობ რომ ძალიან ღირსეულად წაიღო მან ეს ტიტული და სულაც არ ვთვლი რომ აიმე ეს ვინ გაიმარჯვა და ტუტუტუტუტუ. აი მართლა ნამდვილად ჩემი ფავორიტებიდან იყო ერთ-ერთი, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი ხა უდაოდ ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, ძალიან ისეთი სიმღერა ჰქონდათ მისთვის შერჩეული და ძალიან მომწონდა და როცა ის წინასწარ გადიოდა რაღაცები, მაგათი პრომოები და რაღაცები და რომ ვუყურებდი, ვამბობდი რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო ეს ქვეყანა და გამიხარდა რომ იმ ფავორიტიდან მოკლედ გაიმარჯვა და რა იცით ვთქვათ, ვინც მოვიდე და ვიტყოდით. რატო არა იდულობ, ძალიან მიყვარს. რა, სიყვარული. ეს ჭიჭიბურა ძალიან მიყვარს, რატო არა იდულობ. აი მე უფალო და აი ხა გამომიქანეთ ვინმე ტაბურეტკა და მესროლეთ თავში დედიკო. მე თუ შენ ჭიჭიბურას არ გყიდულობ, შვილო. ხო და მოკლედ ესე გოგოებო. ჩვენი ისეთი უფრო ძლიერი, ასე ვთქვათ, ეს დააკლდა რა აქტიურობა სამწუხაროდ, მაგრამ კეთვიხრი მისი საოცარი ნაშრომის წინაშე არაფერი არ დაუკლია, აბსოლუტურად არაფერი არ დაუკლია ბავშვს საერთოდ. ერთ-ერთი რაც დააკლდა ეს ჩვენი ძალიან გაძლიერებული მხარდაჭერა იყო. ხო, ნუ თუმცა ასევე ძალიან მწყდება გული სხვადასხვა ქვეყნებზე, რომელმაც ზოგმა ისეთი ქულა მოგცა, რომ გინდა რომ გაუქანო და თავში ურტყა ის თავისი გადამოგდებული ორი ქულა. ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უსამართლოდ ისვრიან ქვეყნები ქულებს და აქ მეტად ნათლად ჩანს, მოწეთ დედიკო თავი, მეტად ნათლად ჩანს მათი პოლიტიზირებულობა, სამწუხაროა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სამეულში მაინც ვართ ასე რომ კაი არა უშავს.
ამაში გოგონებო ჩავაგდე ერთი ის ტაბლეტი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მწარეა. აი ერთს კიდე ითხოვს, ანუ სწორად მითხრეს რა, უფრო ორი უნდა ჩავაგდო, იმიტომ ნახეთ ჭიქაც თვითონ საკმაოდ დიდია და თუმცა რა ვიცი, მე მგონი ამასაც კარგად დავლევ ახლა. კარგად რა, დავლევ. დიდად ახლა მწარე ყავის მოყვარული არა ვარ. სამსახურში რძიანს ვსვამ. და იქ იმ შაქარს ვიღებ, იმ რძიანი ყავით, ასე ვთქვათ, მაგრამ სახლში არ. და სადმე თუ წავალ, თან წავიღებ აუცილებლად. ასევე აბსოლუტურად ამოვიღე ყველანაირი ტკბილეული, არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა რამდენი კალორია მოკლედ სრულად მაქვს ამოღებული და ასევე ამოღებული მაქვს სრულად თეთრი პური. მოდი დედიკო. ასე რატო შვები, დედი? რამე გტკივა? არა, ორჯერ მასლოკინებს ბევრჯერ. კაი, დედიკო, მირთვი. ოღონდ ეს არ კეთდება იმის გამო, რომ ადრე როგორც ვიყავი მომართული, რომ აეტა ეხლა ამდენ კვირაში თუ ამდენ დღეში თუ ამდენ თვეში არ გატეხოდე? რაღაც ამდენი მინდა დავიკლო დაბა შეუბერო თუ რაღაც, არა. ახლა გადავედი იმ ეტაპზე, რომ ჩემი ორგანიზმიდან რაღაცები უნდა დავალაგო მოკლედ. ბოდიში, მირთვიდე. მე პირადად კალორიულ დეფიციტებს რო შოკოლადსაც მივირთმევდი, რა ყველაფერს მივირთმევდი. უბრალოდ კალორიებს ვითვლიდი. ამ შემთხვევაში კალორიების თვლას შევეშვი და გადასული ვარ იმაზე, რომ შედარებით ჩანსაღად ვიკვებო. რა თქმა უნდა, ჩანსაღიკვება ეს არ არის როგორც მე უნდა ვიკვებო, მაგრამ შედარებით ვიდრე ვთქვათ ახლა რომ ძიხვით ვსკდები, მაგალითად პირობითად გეუბნებით. ეხლა ყავის დალევას ველოდები, უკვე 9 ხდება კვება დამეგვიან და სიმაღლებითად, მაგრამ მარიკოს სანამ წიწიბურა მოუხარში, სანამ ყავა მოვიდუხე, გამექცა ცოტა დრო, მაგრამ არა უშავს. დავჯდები როგორც იცით, ვინც იცით თუ არ იცით, არ ვიცი, ჭვავის ლავაში გამოვიდა. საკმაოდ უგემურია, მინდა გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეთრზე ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. ამიტომ ფილე მქონდა გუშინ შემწვარი, დღეს ჩავყარე ჩვენი ფილეს. ისეთი პაწაწუნა ნაჭრები არ არის ბევრი, თვითონ ფილე, ყველი, ერთი წუთი სიყვარულო ყველი. ესე დავცენცესავით. და ლავაში, ცოტა დიდი ლავაში ვითარე თითქოს, მაგრამ გადავახვიე და გერ მიდევს და მელოდება, როდის შევჭამ. უბრალოდ ისე მინდოდა ყავა, რომ სიმართლე გითხრათ, ლავაშამდე ვერ მივედი, უბრალოდ გავიმზადე. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა დღემ ამ კუთხით კარგად ჩმეია რა. მოდი სიყვარულო. ცოტაა. მიდი ჩემო სიცოცხლე გეხვეწები რა. ერთი ჭიქა წიწიბურა მოხარშე და რადგან მარიკოსაც უნდა ეჭამა, დავამატე კიდევ სადღაც ამდენი. ხვალ სულ ცოტას კიდე ამოვუყობ და მარიკოს გადავუყობ. და დანარჩენს მივირთმევ მე დღის მანძილზე. ასევე ყველსაც კარგი, მაგრამ ეს უნდა მიირთვო. ასევე კვერცხს მოვიხარშავ. ხო და ესე მოკლედ ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ისულინ რეზიდენტობა აღარ დაეწერა ჩემს ანალიზს. ჰადე, მიდი ჯემის სიყვარული და სიხარული და ყველაფერს გავაკეთებ აბსოლუტურად ამისათვის.
გაუსასლისაც მწარე არ არის, ხოთა შორის უფრო მწარე მეგონა იქნებოდა, ასე პირველი ყლუპი რომ მოვსვენ, არ არის ეგეთი. პარასკევს მივდივარ ენდოკრინოლოგთან, მოდიდე. გააღებირი სიყვარულო ენდოკრინოლოგთან, რომელიც გამომიწერს სწავლებს და ასევე კვებას, ასეც ახლა დავიწყე და ვაკეთებ იმას გამომიწერს, ხმეტი რომ გამომიწეროს. გავესაუბრები რაღაცა დეტალებს გავაზუსტებ უფრო მეტად, რაც უფრო მაინტერესებს, თუნდაც აი ხილზე და რაღაცებზე მაინტერესებს, მე ხო ცოტა ცოტა ხილის მიმართ ის ვერ ვარ კარგად. ჰადედი. ხო სიყვარულო, მოდიდე. ასევე მენიუში უნდა შევიტანო გოგოებო. ცოტა სამი კოვზი და მორჩა, კარგი ჩემოლამაზოდე. გოგრა. აუცილებლად უნდა შევიტანო ჩემს მენიუში, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი. ეს გოგრა მეტად არ მიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად როგორც ხემსი, ასე ვთქვათ, ან არ ვიცი, რაღაცებით ჩავანაცვლებ მოკლედ რა, აი რაღაცებს ჩავანაცვლებ, უბრალოდ რაღაცებს სურვილს მოვიკლავ, ასე რა ვთქვათ. გადედი კოფოდიში. გამოვაცხობ ხუმელში. 2 დაგჭა და გეყოფა. კარგი ჩემო სიყვარულო, რა კარგად მირთვი, ყო ჩაღმარიამო. უკვე შევუკვეთე ის რაც მინდოდა გოებო, ის ეგრეთ წოდებული საყელო, რომელიც ქართული ტრადიციული სამოსის რაღაცა ანალოგივით არის, ერთიც და მორჩა კარგი. და მომივა ხვალანზე გმითხრეს რომ თუ მოვასწარითო ხვალვე გამოგიგზავნითო და თუ ვერ მოვასწარით ისე გამოგიგზავნითო. ადედიკო. აღარ გინდა დე? კარგი, გეყოფა, კარგად მიირთვი, დიდი მადლობა. წადი სიყვარულო. ნელა, კარგად აღეჭედე, კარგი შვილი ხარ, მადლობა, წადი დედიკო. თუ თქვათ მოვასწრეს ხვალ დამზადება ხვალვე გამომიგზავნიან, თუ არ და ზეგ მომივა, ერთი სული მაგოდის ნახავ კორპორატიული მომადგა კარს, ასე ვთქვათ, და მიხარია, რომ ყველაფერი მზად მაქვს მოკლედ. რაც მინდოდა რომ მქონოდა მთლად ეგრეთ შევა ვერ თქვა სხვანაირი სხეულით მინდოდა წამსდგარიყავი ამ კორპორატიულზე და სხვა სამოსით საოცარი კაბა მაქვს სახლში და იმ კაბიშაცმა მინდოდა, მაგრამ არა უშო შემდეგ კორპორატიულზე აი ჩავიცვა მან იქნება რაღაც ესეთი დღეები სადაც გამოვიყენებ, არა უშავს. მაგრამ მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგ ვიდეოზე წარსდგები. მოკლედ, კორპორატიულის დასაწყისის რაღაც პერიოდი ეს საყელო მექნება გაკეთებული და მეორე ნაწილში, ანუ უფრო ცოტა უკვე რომ დაიქოქება, ასე ვთქვათ, საღამო გავიკეთებ ყელსაბამს, რომელსაც მიგზავნის ერთ-ერთი ბრენდი, მაგას მე აუცილებლად გაჩვენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოუხდება ჩემს სამოს. ხო და ერთ-ერთი სული მაქვს, როდის მომივა ეს ყველაფერი, ყელსაბამი მომივა კორპორატიულამდე. ასე რომ ველოდები ძალიან დიდი სიხარულით და ძალიან მიხარია რომ შედგა ჩვენი ბარტერი, ასე რომ აუცილებლად გაჩვენებთ, დიდი ხანია მომწონდა, მართალია იმ გულით, რა გულითაც მე მინდოდა და ფოტოზე ვნახე, მითხეს სამწუხაროდ ვეღარ იშოვეს და იმ ზუსტად იმ მოდელით ვერ დამზადდებოდა, მაგრამ სხვა მოდელით ჩაანაცვლეს და იმედი მაქვს, რომ ის მოდელიც ძალიან მოუხდება. ხო და ვნახოთ. ძალიან მიხარია მოკლედ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი საღამო შედგება, ძალიან ბევრი დადებითი ემოციები მექნება, ძალიან კარგად გავერთობი
გპირდებით, რომ აბსოლუტურად თავს შევიკავებ ძალიან ისეთი საკვებისაგან, რომელიც ძალიან რაღაცა გადამეტებული ცხიმშუ ტივტივებს ეგეთ რაღაცებს არ მივირთმევ. ცხიმი ნამდვილად არ მაქვს შეზღუდული და შემიძლია რომ მივირთვა, მაგრამ აი ტომატებში ჩაბიჟბიჟებული და რაღაცებში თუ იქნება რამე არ მივირთმევ. რაც შეეხება ბადრიჟანს ვეღარ მივირთმევ დიდი ალბათობით და არ ვიცი, ალბათ ვეღარაც დროს მივირთმევ თქო ვიძახი. თქვენთვის მე მოყოლილი მაქვს ამ საფხულს. ბადრიჯანო არაც დამმართა, ახლაც შუქში ვარ. ისეთი რაღაცები დამემართა ამ ბადრიჯნით, რომ დიდი ალბათობით ბადრიჯანი რაღაცა შემზიზღდა და ეხაც რომ წარმოვიდგეთ მაკანკალებს. ხო და მე მგონი რომ საერთოდ ბადრიჯანს ვეღარ გავეკარები. ეგეთი შეგრძნება მაქვს ყოველ შემთხვევაში, თუმცა ხო, ნახოთ, არ ვიცი. მე ამ დღეებში თუ ცოტა მომესურვა, არ ვიცი. მინდა რომ ეგრეთ წოდებული აჯებსანდალი გავაკეთოთ და ისეთი რო არ იყოს ბევრი ტომატი და საერთოდ ტომატი რო არ იყოს და რაღაცები შეუზღუდო და ისე გავაკეთო და ნახოთ მოკლედ რა წავალთ წინ ნელ-ნელა რაღაცნაირად დაალაგდება მოკლედ ყველაფერი. თავარია რომ გადაწყვეტილება კი არა დავიწყე და მორჩა რა არაფერი გადამიწყვეტია უბრალოდ დავიწყე და всё გაცედა და დავიწყე ესე. აი მე როგორ ძალიან წითელი ვარ. დარწმუნებული ვარ რომ იქნება ხაჯაპური. მაგრამ ალბათ არ ვიცი, ალბათ არ მივირთმევ, ან შესაძლოა ეგ დღე დამერღვას კიდეც, არ ვიცი ყველაფერზე ესე ვერ დავიწყებ, რომ ის არ მივირთვა რაღაცნაირად არ ვიცი რა, ალბათ ეგ დღე დამერღვევა მაინც ყველა ვარიანტში. თუმცა სხვადასხვა მე ყოფილ ვარ რესტორანში და არ დამირღვევია ბევრჯერ. მაგრამ ახლა ვერ გეტყვით როგორ იქნება აი ამბავი. ნახოთ. როგორ ტალღაზე ვიქნებ. დალევით მე ისედაც უკვე ძალიან ბევრი წელია საერთოდ სასწაულს ვეღარ ვიტან ორსულობის მერე აი სულზეც კი ცუდად ვხდები და შეიძლება მაქსიმუმ ტუჩები შევახო. აი უბრალოდ ყუპიც რო არ ითოლება იმდენი მოუწრუპო და დავდგე და გამაკანკალებს ხოლმე უბრალოდ ეს სიმბოლურად რო ვითომ დავლიე. საერთოდ აღარ მთხოვს ორგანიზმი კი არა საერთოდ ატანაც კი არ შემიძლია და სხვადასხვა შარშანდელი კორპორატიული ეს დღეს ბევრს ეგონა რომ ისეც ეყოდი და ერთობოდიო რომ კაი დალეული იყავიო და დღეს წვეთი არ დამილევია ხალხო რა ის დალეული. ანუ ჩემი განწყობისათვის საერთოდ არ არის საჭირო სასმელი. ანუ აი არანაირად არ არის ჩემთვის რაღაცა თუ არ დავლიე ვერ ავდგები ვერ ვიცეკვებ თუ აი საერთოდ არ მაინტერესებს ისე ავდგები ისე ვიცეკვებ რომ კაი დროალი რო არ ადგება. ანუ არ მაქვს არანაირი გართულება და რა ვიცი, ისედაც კარგად ვერთობი რა. შემიძლია საათობითაც ვიცეკო, საერთოდ არც დავჯდე, არც დავიღლები. ახლა რაც ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს, არ ვიცი როგორ ვიქნები, თუმცა ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ გადასარევად ცუდი ის არის, რომ ორ შაბათს მერე ვმუშაობთ. კვირას მივდივართ ანუ რესტორანში და ორ შაბათს მუშაობთ. ეგ არის ცუდი. ძალიან გვიანობამდე რო გითხრათ ვიქნები არ ვიქნები და ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ჯერ ერთი მარიკო მეყოლება დატოვებული და ამას თავი დავანებოთ ორ შაბათს მორიგე ვარ და ორ შაბათს ისედაც ღამე ვდგები
და ძალიან გამიჭირდება მე. მახუნებს და აცემნებს. ვაიმე ჩემო სიცოცხლე. თხოს გაწიფლებული. ვაიმე ჩემო სიყვარული. ამიტომ ისედაც ხა მაშინაც 12-ის ნახევარი თუ რაღაცა 12 ხდებოდა არც იყო ჯერ 12 რო წამოვედი რესტორნიდან და მაგ დროში გადასარევად მოვასწარე კარტოფა არაჩვეულებრივად. რავი დაილია რა თქვენთან ლაპარაკობა გადამატანინა ეს მწარეყავის ამბავი. ხო და ესე სახლია ის სახლში კარგად ვარ ანუ რას გულისხმობ იცით გან არ მაწუხებს რაღაც და უიდა სახლში გადამიარა ყველაფერმა თუ არა ანუ კარგად ვარ სახლი მიყვარს აშკარად რაღაცნაირად ვარ ეთყობა იმ ყველაფერმა ცოტა ისე მიმაგდდა მომთენთა და ეცე სახლის სიმყუდროვე მჭირდება აშკარად. ხო მითხარი ჭამის დროს ტელეფონსო. ჭამის დროს არა რა გადაგიوارდა. ცოტა ხანი გათხოვებ რა თქმა უნდა დედი. ხო და ესე გოგოები სოლო კონცერტი გვაქვს სახში ყოველდღე. ვის გჯერათ რომ 9 საათზე უკვე ძალიან მეძინება. მე ადამიანი რომელიც ვიყავი ხამურა ჩვეულებრივი. აი როგორი ხამურა, აი ვერ გეტყვით. ჩემი ცხოვრება იწყებოდა ღამე, ანუ რო გეკითხათ, ჩემი ცხოვრება რომელ საათებში იწყებოდა, იწყებოდა ღამე, იმიტომ რომ რაც უნდა დილით დამეწყო ცხოვრება, აი ღამის ცხოვრებით ცხოვრობდი და ღამე მიყვარდა ძალიან აქტიურად ფილმების ყურება და აი რა ვიცი, ღამე ძალიან. დიახ. მიერთვიდე, ანუ მე ძალიან ღამის ადამიანი ვარ, მოკლედ ვიყავი. და ფილმებს ერთს დავამთავრებდი, მეორეს გადავაბავდი, ისე რომ წყვეტაც კი არ იყო, ანუ ფილმებს შორის და ეხლა როგორ ვარ იცით, ანუ აი რა ფილმი, ოღონდ თავი დამადებინეთ, სადღაც დავიდო დამიციო, აი საერთოდ აღარ მაინტერესებს არაფერი. ფილმი კი არა, აი საერთოდ არ მაინტერესებს. თუმცა ადრე ესე ანუ თლიანი გრაფიკით არ მუშაობდი. და მაგით. ენდოკრინოლოგთან ვიზიტი როგორ მაგიცით ჩანიშნული რომ ადგილი საერთოდ არ აქვს და აი რაღაცნაირად უნდა მიმიღოს ცოცხალი რიგი. თქო უამრავი ადამიანია ხოლმე ცოცხალ რიგში და როგორ მიმიღებს არ ვიცი. 3.5-დან უკვე იქ უნდა ვიყო რომ რამენაირად შევიდე. გამომიწეროს ძალიან აქო ჩემა ექიმა და მან გამიშვა უშუალოდ. სხვაც არისო, მაგრამ ამასზე გავცემო რეკომენდაციას და მოკლედ ნახოთ. მეცი მეტი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. სხვა გზა კი არ არის, რას ქვია. ხო და ეს ძალიან მიხარია რომ ხდება ხოლმე კომენტარები. რაც უნდა ძალიან გქონდეს და შენ მაინც რაღაცა ისე მუხტი მოგაგზა რაღაცები. მიხარია ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყოველს გამხნევებისათვის. რაღაც ამბოლო დროს თითქოს ხშირად მჭირდება ხოლმე რაღაცნაირად სტიმულს მაძლევთ. მე ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაცნაირად ჩემთან ხართ და გულშემატკივრობთ და რაღაც ყველას უღრმესი მადლობა ხალხო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ვინც მიყურებთ. მადლობა ვინც ჩემთან ხართ, მადლობა ვისაც შეგიძლიათ გულწრფელი ემოციების გადმოცემა, ვისაც შეგიძლიათ რომ აი უბრალოდ მარტივი სიტყვებით მითხრათ რომ
რაღაცა მნიშვნელოვანი ვარ თქვენ ცხოვრებაში. აი ამდენით მაინც ვიღაც სრულად უცხო ადამიანი, მაგრამ რომელიც ხდება რაღაცით თქვენთვის მნიშვნელოვანი რა. მოკლედ. დიდი მადლობა.